მოგესალმებით. ვაგრძელებთ ცნობიერების რიცხვების განხილვას და დღეს მინდა შემოგთავაზოთ 6, 15 და 24 ენერგია, ანუ ადამიანები და მათი ენერგიები, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 6-ში, 15-ში ან 24 რიცხვებში. დავიწყოთ 6-იანი ენერგიით. 6-იანი ენერგია სიმბოლურად ქვია შეყვარებულები და განასახიერებს მუდმივ და უპირობო სიყვარულს ქალსა და მამაკაც შორის, დედასა და შვილს შორის და საერთოდ მთლიანად კაცობრიობის სიყვარულს. 6-იანი ენერგიის მქონე ადამიანებისათვის სიყვარული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი მთავარი მისწრაფება მუდმივად უყვარდეთ და შეყვარებულები იყვნენ მასზე. მუდამ ისწრაფიან უანგაროდ დაეხმაროთ სხვებს. გამოირჩევიან თავაზიანობით, ზრდილობით, გარეგნული სილამაზით, მიმზიდველობით, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ჰარმონიული ურთიერთობები და სასიყვარულო ურთიერთობები მათ შორის. კარგი ემპათები არიან, კარგად გრძნობენ სხვა ადამიანის მდგომარეობას. ყოველთვის ცდილობენ სხვების კეთილგანწყობის მოპოვებას. აქვთ შესანიშნავი უნარი ყველაფერში დაინახონ სილამაზე. დახვეწილი გემოვნება აქვთ, სტილი, მოწონთ ყველაფერი ელეგანტური, გამოირჩევიან არტისტულობით და შემოქმედებითი ნიჭით. უყვართ ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავის ირგვლივ შექმნან კომფორტული გარემო. 6-იანი ის ენერგია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია არაკომფორტულ გარემოში ყოფნა. ძალიან ადვილად იზიდავს თავისკენ და ყურადღების ცენტრში ხვდება ნებისმიერ გარემოცვაში. საბოლოო ჯამში 6-იანი ენერგია სამყაროში მოსულია იმისათვის, რომ გქონდეს ახლო და კომფორტული ურთიერთობები, ცხოვრებისაგან უნდა მიიღოს სიამოვნება, მაგრამ ამასთან ერთად იგი ძალიან ემოციური ენერგიაა და უჭირს ლოგიკური აზროვნება. ამის გამო ის ხშირად ანგრევს საკუთარ თავს. 6-იანმა ენერგიამ აუცილებლად უნდა ისწავლოს ლოგიკური აზროვნება, რომ უფრო მეტ რეალიზაციას მიაღწიოს ცხოვრებაში. ამ ენერგიას შემოქმედის რჩეულს უწოდებენ და აქვს ორი ενέργεια. სხვათა შორის არც ერთ ციფრს არ აქვს, არც ერთ ენერგია არ იმართება ორი ტიპის ენერგიით. ეს არის მხოლოდ 6-იანის შემთხვევაში. და ეს არის ორი ენერგია, ერთი რომელიც ქვემოდან ზემოთ მოდის, მიწიდან ამოსულ ენერგიას ეძახიან და ეს არის სექსუალური ენერგია და მეორე რომელიც ზეციდან ჩამოდის და მას სიბრძნის ენერგია ჰქვია. თუ ასეთი ადამიანები, თუ ასეთი ენერგიის მქონე ადამიანები იმყოფებიან დადებით ენერგიებში და სწორად აქვთ შერჩეული თავიანთი პროფესიები, ისინი ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში. ეხერხებათ კარგად გამოსდით გაყიდვები. უნდა აღინიშნოს, რომ 6-იანი ენერგიის მქონე ადამიანებს ეხერხებათ ხელით მუშაობა, აი ხელნაკეთი ნივთების, ძალიან ლამაზი ნივთების გაკეთება შეუძლიათ, შექმნა შეუძლიათ. მათი ძლიერი მხარეა ის, რომ ადვილად ხედავენ ადამიანში, სხვაში ნაკლოვანებებს და ასევე ადვილად ხედავენ ყველაფერში სილამაზეს. ანუ თუ თქვენს ცხოვრებაში მოსულია 6-იანი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თქვენთან მოვიდა სიყვარულის სასწავლებლად. ანუ თქვენს ცხოვრებაში ან ძალიან ცოტა, ან თითქმის არ არის სიყვარული. მინუს ენერგიებში პერფექციონიზმი. ამას ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოყავს 6-იანი და ხელს უშლის განვითარებაში. ზედმეტად არიან დამოკიდებული სხვის აზრზე. რას იტყვიან სხვები მასზე. ასევე ძალიან კირკიმალები არიან, როგორც საკუთარი თავის და თავიანთი გარეგნობის, ასე სხვების მიმართაც და ეს ძალიან აუტანელი ხდება ურთიერთობებს ართულებს. ნებისმიერი პატარა დეტალის აღმოჩენისასაც კი ისინი სტრესში ვარდებიან. 6-იანს უნდა ყველაფრის გაიდეალება. არა და ავიწყდებათ, რომ სამყაროში იდეალური არაფერი არ არის. შემდეგი ენერგია არის მე-15 ენერგია და მას ეშმაკის ენერგიასაც უწოდებენ. ეს ასახიერებს ყველა მანკიერებას და ბნელ მხარეებს, არა თითოეულ ადამიანში, არამედ მთლიანად კაცობრიობაში. ეს მანკიერი მხარეებია: ყველა შიშები, სირცხვილის მომგვრელი სურვილები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, გადამეტებული მატერიალური
ფასეულობები, ყველა დამოკიდებულებები, როგორიც ახორციელი სიამოვნება, ფულზე დამოკიდებულება, ალკოჰოლი, თამბაქო და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საერთოდ მე-15 ენერგია, დადებით ენერგია ძალიან საინტერესო ენერგიაა და განვიხილოთ ახლა იგი. დადებით ენერგიებში დაჯილდოებული არიან ძალიან დიდი შესაძლებლობების ენერგეტიკული პოტენციალით. არიან ადამიანი მაგნიტები, რომლებიც იზიდავენ სხვებს, იწვევენ სხვა ადამიანებში ნდობას, ძალიან სექსუალურები და მიმზიდველები არიან. შეუძლიათ სიტუაციების მართვა, манипуляციები. დადებით ენერგიებში ეს манипуляციები, რა თქმა უნდა, ადამიანის სასიკეთოდაა მიმართული. თუ მოეწონა ვინმე გამოიყენებს თავის ქარიზმას, ფიზიკურ მიმზიდველობას, מחვილგონებას, იუმორის გრძნობას და აუცილებლად მოაწონებს და კეთილგანწყობით განაწყობს ამ ადამიანს თავის მიმართ. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, ვნებიანი, აგრეთვე სანდო და ავანტიურისტი ენერგია, ანუ ძალიან რისკიანი და თავგადასავლების მოყვარული. ქარიზმატული, სიცოცხლის მოყვარული, ასევე გურმანი, ძალიან უყვარს გემრიელი კერძები და აფასებს კიდეც მას. უყვარს ძვირფასი ტანსაცმელი და ფუფუნების საგნები. მე-15 ენერგიას აქვს ერთი უნიკალური თვისება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ მე-15 ენერგიას, ისევე როგორც 24 ენერგიას, საბაზისოდ, რა თქმა უნდა, აქვს 6-იანი ენერგიის თვისებები, მაგრამ მას აქვს ერთი უნიკალური და განსხვავებული თვისება, რაც სხვა ენერგიებს თითქმის არ აქვთ. აი მაგალითად, მე-14 ენერგიას შეუძლია ამოიცნოს სხვა ადამიანში ძლიერი მხარე, ხოლო მე-15 ენერგია შესანიშნავად ხედავს სხვა ადამიანში მანკიერ მხარეებს. იმ მხარეებს, იმ სისუსტეებს, იმ ბნელ მხარეს, რომელსაც როგორც წესი ადამიანი ყოველთვის მალავს. როგორ ახერხებს ამას მე-15 ენერგია, არავინ არ იცის. მინუს ენერგიებში ორი უკიდურესობა აქვს. ერთი არის ის, რომ ძალიან მორცხვები არიან, კონსერვატიულები, მორიდებულები, თითქმის ხმადაბლალაპარაკობენ, ჩურჩულით ლაპარაკობენ და ძალიან ისეთი, ასეთ ადამიანებს სხვათა შორის სექსუალური ენერგიაც დათრგუნული აქვს. და მეორე, ზედმეტად გამბედავები, როცა ძალაუფლების სურვილის გამო ვერაფერს ვერ ხედავენ, იწყებენ ყველას გაღიზიანებას და აღიზიანებენ ფასეულობების წამოწევით და ამას აკეთებენ ძალიან გადაჭარბებულად. მე-15 ენერგიას მინუსში აქვს მიდრეკილება დამოკიდებულებებისაკენ, ნებისმიერი მავნიჩვევების, ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები, თამაშის მოყვარული, სასიყვარულო სამკუთხედები და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ერთი რამე აღიქვან, რომ მე-15 ენერგია სამყარო უგზავნის მუდმივად ცდუნებებს და უტარებს გამოცდებს, რამდენად შეძლებს ამ ცდუნებებისაგან თავის აცილებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე-15 ენერგია იყოს მუდმივად ბალანსში. ბალანსის შენარჩუნება აუცილებელი. და ბოლოს 24 ენერგია, ესეც რა თქმა უნდა, კარნული ნუმეროლოგიის მიხედვით 22-ზე მეტია და ამიტომ განიხილება როგორც 6-იანი ენერგია, მაგრამ მე როგორც ყოველთვის მაინც ორი რიცხვის კომბინაციად განვიხილავ. და ეს არის 2-იანი და 4-იანი. 2-იანი არის შესანიშნავი манипуляტორი, 4-იანი კი კრეატიული აზრები. თუ მინუს ენერგიებში იქნება 24 ენერგია, ეს იქნება შესანიშნავი თაღლითი, манипуляტორი თაღლითი. ხოლო დადებით ენერგიებში კი ძალიან კრეატიული ადამიანები არიან, იზიდავთ მეცნიერული, ეზოთერული მეცნიერებები, მაპატიეთ. ამიტომ 24 ენერგიის მქონე ადამიანები საკმაოდ ჭკვიანები, საკმაოდ კრეატიულები არიან და კარგად განვითარებულები. აი ეს არის ძალიან მოკლედ მე-6 ენერგიის შესახებ. მე კვლავ განმეორდები და ვიტყვი, რომ ვისაც უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი კვლევა აინტერესებს თავის თავზე, შეუძლია მომმართოთ პირად შეტყობინებაში ან დამირეკოთ ტელეფონის ნომერზე 593 31 58 98.